წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ნიუმანის პროექციაზე და სხვათა შორის დამავიწყდა აღმენიშნა ერთი მახასიათებელი ნიუმანის პროექციების და მნიშვნელოვანი არის, ეს არის დიჰიდრალური კუთხე. დიჰიდრალური კუთხე, რომელიც სამგანზომილებაში როცა ხარ, ცოტა რთულია კუთხებზე ილაპარაკო, მაგრამ როცა პროექციაზეა საუბარი, აქ მარტივია და პრაქტიკულად გეუბნება, რამდენად არის მობრუნებული ერთმანეთისგან ეს წყალბადები ამ შემთხვევაში და რამდენად გადაფარული თუ აცდენილი არის კონფორმაცია იმნაერთის, რასაც ვაკვირდებით. ახლა წინა ვიდეოში გავარჩიეთ, წინა ვიდეოში მეთანს დავაკვირდით და შემდეგ მაგის მიხედვით ეთანზე გადავედით და გავარჩიეთ ეთანზე ნიუმანის პროექციის მაგალითები და ზოგადად სხვადასხვა კონფორმაციები ვნახეთ და ახლა მოდი ოდნავ უფრო კომპლექსური მოლეკულა ავიღოთ. მოდი ავიღოთ ბუტანი. ესე იგი ბუტანი. ავიღოთ ბუტანი, ანუ გვაქვს ერთი ნახშირბადი, ისევ ბურთების და ჭხირების, ოღონდ ძალიან დიდი არის ეს პატარა ბურთებით და ჭხირებით გავაკეთოთ ისევ, ესე იგი ერთი ნახშირბადი, მეორე ნახშირბადი, მესამე ნახშირბადი, ნელა ვზრდი რატომაც ამ ბურთებს და მეოთხე ნახშირბადი. და რა თქმა უნდა, თითოეული დაკავშირებული არის წყალბადებთან, ასე რომ მოდი ახლა წყალბადებიც ვაჩვენოთ. 1, 2 და 3 ამას, 2 ამას, 2 ამას და 3-იც აი ამ ნახშირბადთან. ეს არის ესე იგი ბუტანი. ახლა მოდი ავდგეთ და პირველ რიგში, ანუ მე მინდა რომ საბოლოო ჯამში ამისი ნიუმანის პროექცია ვნახო და ზოგადად დავინახავთ რომ ძალიან კომპლექსური და ციკლური მოლეკულების თვისაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ ნიუმანის პროექციები, მაგრამ ახლა მოდი ამაზე ვილაპარაკოთ და მოდი ცოტა გავამარტივოთ ეს ამისი სტრუქტურა, ანუ ეს მთლად იმ სისტემაში არ არის რაც მინდოდა, ანუ თლად ბურთები და ჭხირები თუ ბურთები და ჯოხები თუ რაც არის, ეგ არა, საბოლოოდ მაინც ესე დავტოვეთ წყალბადები და მოდი პატიოსნად ბურთებით და ჯოხებით ავაწყოთ, ოღონდ რაღაცები გავამარტივოთ. მაგალითად, აი ეს CH3 არ არის საჭირო რომ ძალიან დიდი დეტალიზაციით დავხატოთ და ანალოგიურად იგივე აი ამ CH3-ზე, ხო? შესაბამისად, ამაც რაღაც გაერთიანებულ ჯგუფებად ავიღებ და მოდი დავაკვირდეთ, მოდი ესეთი შემთხვევა განვიხილოთ, სადაც ჩვენს ნიუმანის პროექციაში აი ეს ნახშირბადი იქნება წინა ნახშირბადი და ეს ნახშირბადი იქნება უკანა ნახშირბადი. ამისთვის ჯერ მოდი ეს ნახაზი გავამარტივოთ, ესე იგი, აქ გვაქვს ერთი ნახშირბადი, რომელიც წესიად მინდა შემოვავლოწრე, რომელიც დაკავშირებულია ამ ჯგუფთან და ამას დიდ წრეს გავუკეთებ, იმიტომ რომ ჯგუფია ხო, უბრალოდ ატომი არ არის. და ჩავწერ აქ CH3-ს და დაკავშირებული არის ორ წყალბადთან, ესე იგი ერთი წყალბადი აქეთ, ერთი წყალბადი აქეთ. შემდეგ, ეხლა ეს დავუკავშიროთ მეორე ნახშირბადს. აქ არის ჩვენი მეორე ნახშირბადი, რომელიც დაკავშირებული არის თავის მხრივ დიდ ჯგუფთან, CH3-თან და დაკავშირებული არის ორ ბმაშია, ორ წყალბადთან. ცოტა პატარას გავაკეთოთ ესენი. აი ესე. და ეხლა ცოტა უფრო გამარტივებულად გამოიყურება ეს გამოსახულება რაღაცას დაემსგავსა უფრო მარტივად სამანიპულირებელს და ახლა ავდგეთ და წარმოვიდგინოთ რომ ნიუმანის პროექციას ვაკეთებთ. ესე იგი, ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს რომ აი აქედან ვუყურებთ, ანუ წინ ხედად ვირჩევთ აი ამ მხარეს და წარმოვიდგინოთ რომ CH-ი მოდის ქვემოთ, CH-ით დავიწყებ უბრალოდ სიმარტივისთვის, ანუ ესე მოდის CH-ი, CH3 რეალურად, CH3-ზე ვლაპარაკობ. ესე იგი, ქვემოთ არის CH-ი, მაშინ აქეთ იქით იქნება აი ეს წყალბადები, ესე იგი ეს არის ერთი წყალბადი, ეს არის მეორე წყალბადი. გამოდის რომ აი ესაა ჩვენი წინა ნახშირბადი და უკანა ნახშირბადი იქნება აი ეს წრე წარმოადგენს უკანა ნახშირბადს და ეს არის ზედა, ანუ აი CH3, რომელიც დაკავშირებულია ამ ნახშირბადთან, უკანა ნახშირბადთან. ეს არის CH3 და აქეთ იქით გვექნება ამისი წყალბადები. აი ესე. მივედით ნიუმანის პროექციამდე და თუ დაუკვირდებით ახლა CH3 უფრო დიდი ჯგუფია, ვიდრე უბრალოდ წყალბადები, ხო? ანუ შეიცავს უფრო მეტ ატომს, უფრო მეტი ელექტრონული ღრუბელი აქვს, ამიტომ უფრო მეტწილად CH3-ები იქნებიან, ვინც განსაზღვრავენ ენერგეტიკულ მდგომარეობას ამ ნაერთის. ანუ
რაღაც დონეზე მოbrunებული როცა არის, რამდენად მომგებიან ენერგეტიკულ მდგომარეობაში, რამდენად დაბალი პოტენციალი აქვს ან მაღალი. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ესენიც რომ წყალბადები ყოფილიყვნენ, მაშინ უფრო სიმეტრიული იქნებოდა და უფრო ერთი და იგივე იქნებოდა ყველაფერი. ანუ გინდა ასე მექნა და გინდა მე მომებრუნებინა ვთქვათ 120 გრადუსით, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ესნაერთი. ახლა რომ მოვაბრუნებ ამას 120 გრადუსით და მართლა მოვაბრუნებ რომ დავაკვირდეთ, აღმოჩნდეთ რომ სხვადასხვა ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ ჯერ ამას დავაკვირდეთ, ეს CH3-ები რადგან თქვი რომ ყველაზე დიდი ჯგუფები არის აქ და ყველაზე მეტი გავლენა აქვთ და მეტი ელექტრონული ღრუბელი, რომლებიც ერთმანეთისგან გაქცევას ცდილობენ. ეს არის მაშინ ყველაზე მომგებიანი, ყველაზე დაბალი პოტენციური ენერგიის მქონე მდგომარეობა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ ესენი გაექცნენ ერთმანეთს და ახლა არიან ერთმანეთისგან დაშვერებული ისე რომ 180 გრადუსი არის ამათ შორის, ესე იგი 180 გრადუსი არის ის კუთხე რაც ვთქვით და ანუ D8 აღნიშნავენ ხოლმე სხვათა შორის ამას. ანუ აი ამ კუთხეზე არის საუბარი. დიჰიდრალური კუთხე რომ ვთქვით, იგივე რაღაცაზე ვლაპარაკობთ ახლაც და ნუ დიჰიდრალური კუთხის დაწერის ნაცვლად ინგლისურად როგორც აღნიშნავენ ხოლმე, ისე დავწერე, dihedral angle და მოდი მივაწერ იმასაც რომ ეს არის უმცირესი პოტენციური ანუ ხოლმე ეგრე დავწერე, აი პოტენციური ენერგია გვაქვს ამ მდგომარეობაში და თან გვაქვს ყველაზე სტაბილური მდგომარეობა. ყველაზე სტაბილური. და ამას უწოდებთ ანტიკონფორმაციას. ახლა რატომ არის უმცირესი პოტენციური ენერგია და ყველაზე სტაბილური? ნუ შევადაროთ ერთმანეთს ქვა რომელიც მიწაზე აგდია და ქვა რომელიც 50 მეტრი არის ცაში. უფრო მეტი პოტენციური ენერგია აქვს, რაღაცებს გააკეთებს, ჩამოვარდება. ყველაზე სტაბილური რატო არის მიწაზე რაც აგდია ის ქვა, იმიტომ რომ უფრო ნაკლები შანსი აქვს რამე აკეთოს თავისით, ვიდრე იმ ქვას რომელიც ჰაერშია და მოფრინავს, ხო? იგივე ლოგიკა აქაც. ყველაზე დაბალი პოტენციური ენერგია, იმიტომ რომ ასე არიან ყველაზე კომფორტულად და არსად არ გარბიან, საკმარისია მიუახლოვ ერთმანეთს, რომ პოტენციური ენერგია გაიზრდება, რომ მოშორდნენ ერთმანეთს. და მოდი ავდგეთ და რამდენიმე ვერსია ვნახოთ მართლაც ამ ნაერთის კონფორმაციების, ცოტა უკეთ რომ გავიგოთ რა ხდება და რაზე ვლაპარაკობთ. ესე იგი, მოდი ახლა ავიღებ მე ამის ჩონჩხს და ჩონჩხში გულისხმობ წინა ნაწილს ავიღებ, ესე იგი CH3 და წყალბადები და ბევრჯერ რომ არ ხატო დავაკოპირებ. ესე იგი 1, 2 და 3. ალბათ მეტი არ დამჭირდება. ახლა თუ ავდექი და მოვაბრუნე აი ეს უკანა მხარე CH3 წყალბადი თუ მოვაბრუნე ეგ მხარე ვთქვათ 120 გრადუსით მაშინ რაც მოხდება არის რომ აი ეს წყალბადი 120 გრადუსით მოbrunდება და წავა დაიკავებს ამ CH3-ის ადგილას, CH3 დაიკავებს ამ წყალბადის ადგილას და ეს დაიკავებს ამის ადგილას. ნუ, ეგ მოსაოდნელიცაა. Mercedes-ის ლოგო თუ გინახავთ, იცით 120 გრადუსი რა არის და იცით როგორ ჩაანაცვლებენ ესენი ერთმანეთს, ხო? და აღმოჩნდებით ასეთ მდგომარეობაში, ეს იქნება მოდი პატიოსნად გავაკეთებ. წინ გვაქვს აი ეს ტიპი და უკან ყავს აი ეს. კარგი იქნებოდა ჯერ დამეხატა ეს და მერე დამეკოპირებინა, მაგრამ არა უშავს. და ხო, გავაგზავნე რაც ვაკეთებდი, ესე იგი, თუ მოვაბრუნე 120 გრადუსით, მაშინ ეს წყალბადი აღმოჩნდება ზემოთ. მეორე წყალბადი აღმოჩნდება აქეთ, ბარემ ყვითელი ფერი მაქვს არჩეული და დავხატო და ეს CH3 აღმოჩნდება აი აქ. CH3. ახლა ამას ეწოდება გაუჩის კონფორმაცია. ყოველ შემთხვევაში ინგლისურად დავწერო, ეს არის აი ასე იწერება. და ეს არის ნაკლებად სტაბილური და მეტი პოტენციური ენერგია არის აქ, იმიტომ რომ ესენი არიან ერთმანეთთან შედარებით ახლოს, ხო? მართალია მაინც მოშორებული არიან ერთმანეთს, ანუ ბოლომდე გასწვრივ არ არიან ერთმანეთის. მაგრამ შედარებით ნაკლები სტაბილურობა აქვს და შედარებით მეტი არის პოტენციური ენერგია, ვიდრე ანტიკონფორმაციის შემთხვევაში. ეხლა თუ ავდგებით ამას კიდევ 60 გრადუსით მოვაბრუნებ, ანუ კიდევ 60 გრადუსით თუ მოვაბრუნებ, მაშინ 60 გრადუსით მარჯვნივ თუ მოვაბრუნებ, კაი მოდი დავწერე ამასაც. საათის ისრის მიმართულებით თუ მოვაბრუნებ, მაშინ მივიღებ სიტუაციას, კაი, ასე გავაკეთოთ. მაშინ მივიღებ სიტუაციას, სადაც
ერთმანეთს დაემთხვევა ყველაფერი, ანუ აქ უნდა ვაჩვენო რომ კიდე ერთი CR3 მაქვს და აქ უნდა ვაჩვენო რომ მაქვს წყალბადი და აქაც წყალბადი. ანუ სხვაგვარად დიჰიდრალური კუთხე ამათ შორის იქნება 0 და შესაბამისად ეს იქნება ყველაზე ნაკლებად სტაბილური. Ну, ვიცით რატომაც ხო, იმიტომ რომ CR3 და CR3 ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს არიან და ამ დროს ცდილობენ რომ ერთმანეთს გაექცნენ, ხო? და ნუ კიდევ თუ 60 გრადუსით მოვაბრუნებთ, უბრალოდ ისევ გაუჩის კონფორმაციას მივიღებთ, ოღონდ განსხვავებით იმისგან რომ მთლიანად აღარ დავხატავ მაგას, თუმცა აი აქ არ დავარღვევ მას და გავუკეთებ თავის წრეს, აი ბარემ ესე. აქ უბრალოდ მიუთითებ რომ კიდევ 60 გრადუსით მოვაბრუნეთ, აქედან გამოვა ახლა CR3 და აი ამის მსგავსი ვითარება იქნება, ოღონდ აქეთ იქნება წყალბადი და აქეთ იქნება CR3 და ესეც რეალურად არის, ამიტომ გაუჩის კონფორმაცია. ანუ ესე იგი აქედან რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა არის რომ რთული კომპლექსური მოლეკულაც თუ გაქვს, შეგიძლია ცოტა ჭკვიანურად რაღაცებს დაარქვა სახელები, აი ეს არის CR3 და ამდენი აღარ ხატო, თან გაიმარტიო საქმე და მოკლედ რომ წარმოადგენ ასეთი მოდელით, შემდეგ შეგიძლია ნიუმანის კონფორმაცია, და ნიუმანის პროექცია გამოიყენო და ეგ უკვე ბევრი ინფორმაციას მოგაწვდის და თან მარტივად.